საღამოშიდობის ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კეთი კვაჭანტირაძე გაგაცნოთ. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას მიესალმება. ჩვენ ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვართ და უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, განაცხადა პრეზიდენტმა. მე იმაჩია ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, როგორც იქნა ვისწავლეთ ერთმანეთთან დაჯდომა და ლაპარაკი. ვისწავლეთ ულტიმატუმების და ყვირილის და ისტერიის ენით ლაპარაკია, რომ ან ყველაფერი ან არაფერი გავომთავროთ ერთ კვირაში ან ორ კვირაში, თარიღების დათქმა, მუდმივად წარსულზე ორიენტირება და რაღაც თარიღების აღნიშვნა, არამედ ის, რომ ჩვენ ვართ ყველა ერთი ქვეყნის შვილი და ყველამ უნდა ვისწავლოთ ცივილიზებულად ერთმანეთთან ლაპარაკი, ერთმანეთს დაჯდომა, ერთმანეთის მოსმენა პირველ რიგში. ნუ ახლა იქ ძალიან ბევრ საკითხს შეიძლება ალბათ შეთანხმება, მე არ ვიცი დეტალები ბაქრაძე მუშაობს, ის რომ საარჩევნო პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. იყო ესეთი მოთხოვნებიც, რომ რაიონების წარმომადგენლობა გაუქმდეს, იყოს მარტო პარტიული სიები და მარტო პარტიები იყიდნენ კენჭს და რაიონებს საქართველოს პარლამენტში ხონდეთ ან ნაკლები წარმომადგენლობა, ან არ ხონდეთ წარმომადგენლობა. ამას მე ვერაფრით ვერ დავეთანხმებით, ახლავე ვამბობ. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ უნდა დაგვაბრუნოთ ისევ იქა, რომ რუსთაველის პროსპექტის გამზირის პარტიები რო არიან. რომ აინტერესებს მარტო რა ხდება რუსთაველზე და რა ხდება რომელიმე ტელესტუდიაში. ვირტუალური პარტიები. რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, მაგალითად, სად არის სოფელი შამგონა. წარმოდგენა არ აქვს, რა პრობლემა აქვს ამ სოფელს. წარმოდგენა არ აქვს ამ სკოლის მოწაფეებს, მასწავლებლებს, მათი ოჯახის წევრებს რა პრობლემები აქვს. მარტო იციან ლამაზად ლაპარაკიან ყელის მოღერება ტელევიზიით. და უნდათ რომ ესენი დატოვონ თავის წარმოადგენლის გარეშე, ნურას უკაცრავად. საქართველოს პირველ რიგში ეს არის თითეული საქართველოს რეგიონი, თითეული რაიონი ცენტრი, თითეული ქალაქი, თითეული სოფელი, თითეული რაიონი, ზოგადად თითეული უბანი და მიკრორაიონი. ამიტომ იმის გარდა რომ ჩვენ არ დავაკარგვიებთ წარმოადგენლებს, მაგალითად შამგონის მაცხოვრებლებს, დანარჩენი ყველაფერზე შეიძლება მოლაპარაკება. და პარტიასაც მოუწოდეთ რომ მეტი დაინტერესდეთ ხალხის პრობლემით, გამოვიდნენ აი ამ ხალხს ელაპარაკო, ვიცი რომ შორია, ვიცი რომ სახში თბილაჯდომა ჯობია და ტელესტუდიამდე მისვლა, ვიცი რომ ყველგან კარგი გზა ჯერ არ არის, მაგრამ ყველგან ვაგებთ კარგ გზას, ყველგან უხრით პირობას რომ ოღონდ წადით და ელაპარაკეთ ხალხს, ილაპარაკეთ ხალხის პრობლემებზე, ხალხის ენით, ხალხის სახელით და მაშინ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. ეს ჩემი უფასო რჩევა პოლიტიკურ ოპონენტებს.